დიდი მადლობა ბატონო იორგენსენ გადაცემაში მობრძანებისთვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ბატონ ფატიხს. ეს კითხვა ორივესთან მაქვს და ალბათ უმჯობესია თქვენით დავიწყოთ ბატონო ევროკომისარო. თქვენ ორივემ განაცხადეთ, რომ ნუ დაუშვებთ შეცდომას და ნუ იფიქრებთ, რომ ირანში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვითარება დაუყოვნებლივ და ავტომატურად ომის წინარე მდგომარეობას დაუბრუნდება, რადგან ამ ყველაფერს შორს მიმავალი ეფექტი მოხვებაო. სულ ცოტა ხნის წინ თქვენი მოსაზრება დადასტურდა, რადგან ვნახეთ, რომ ენერგობაზარზე ისევ დიდი რყევა მოხდა. მაინც საით მივდივართ. უპირველეს ყოვლისა ამ ტრაგიკულ ვითარებაში ისევ და ისევ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დიახ, ფასები მაღალია, მაგრამ მიწოდების უსაფრთხოების კრიზისის ჯერჯერობით არ დამდგარა. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვაკურდებით ვითარებას და ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა არ აღმოუჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როცა მართლა შემოგვყოლდება თვითმფრინავი საწვავი ან დიზელი. თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, მაინც რა არის თქვენი გზავნილი ევროპელებისთვის, რომლებიც ბენზინ გასამართ სადგურზე ისევ ფასებს უყურებენ და აბობენ. ღმერთო, ისევ იგივე ხდება. ევროპელი კომპანიები კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ ვართ პანიკაში, ამ ზაფხულს გავუძლებთო. უპირველეს ყოვლისა პანიკაში არასდროს არ უნდა ჩავცვიდეთ. პანიკა არ არის კარგი, თუმცა ძალიან სერიოზული ვითარება გვაქვს და არ ვეუბნები მოსახლეობას ან კომპანიებს, ბიზნესებსა და გადაწყვეტილების მიღებ პირებს, რომ არ იღელონ. სამწუხაროდ ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად არსებობს, მაგრამ შეგვიძლია ვიმოქმედოთ და ვიმოქმედებთ კიდეც. ერთი რამ, რასაც ევროკომისია მსჯელობს და ფატიხ ბიროლის მხარს უჭერს, ის არის, რომ რადაც უნდა დაგვიჯდეს ჩვენი ეკონომიკების ელექტრიფიკაცია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახდინოთ. რადგან უამრავი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე. ბევრი მათგანის სისრულეში მოყვანას მრავალი წელი დასჭირდება, მაგრამ ელექტრიფიკაცია არის ის, რის გაკეთება შეგვიძლია და რომელიც დაუყოვნებლივ მოიტანს შედეგს. ევროპელები იმასაც ამბობენ, რომ არ გადაიხდიან გავლის საფასურს, თუმცა არსებული ვითარების მიხედვით თუ ელოდებით მოვლენების ისეთ განვითარებას. ვიცი რომ ეს ექსტრემალური სცენარია, მაგრამ მაინც თუ ფიქრობთ, რომ 1 ბარელი ნავთობი შესაძლოა $100 გახდეს. მაინც რა ფასს ვარაუდობთ თქვენი ახალი სცენარის მიხედვით? უამრავი გაურკვეველი გარემოებაა, მაგრამ ეს არ ეხება ენერგოსექტორს. ეს ბუნდოვანება პოლიტიკასა და კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს ეხება. თუ ჰორმუზი ისევ ჩაიკეტა, შესაძლოა ფასები ისევ მაღლა წავიდეს, რაც ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. თუ შეგიძლიათ სავარაუდო ფასის დასახელება, ევროკომისარს საუბრის დროს ხომ არ უთხარით, ამან და ამ ფასისთვის მზად იყავითო? ევროკავშირს არ სჭირდება ამის თქმა, ისედაც ყოველთვის კარგად არის მომზადებული. მაგრამ თქვენ კი გეტყვით, რომ მთელი მსოფლიო უნდა მოემზადოს უარესისთვის. თუმცა იმედი მაქვს, რომ უარესი არ მოხდება. მაგრამ ნამდვილად უნდა ვიყოთ მზად ამ ყველაზე ცუდი სცენარისთვის. მაინც რას გულისხმობთ ყველაზე უარეს სცენარში? თუ ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაიკეტა. და ფასი მაინც ადამდეავა. რა იქნება გარდამტეხი მომენტი? თუ ფასი მაღლა წავა. დღის მდგომარეობით დაახლოებით $75 მახლობლად ტრიალებს და შესაძლოა გაცილებით მაღლა ავიდეს. თუ ჰორმუზის სრუტე კიდევ ერთხელ დაიკეტა. საკითხი, რომელზეც ორივე თანხმდებით, არის ენერგოუსაფრთხოება. ევროპას სჭირდება ენერგოუსაფრთხოება და აუცილებლად უნდა შეძლოს საკუთარი ელექტროენერგიის წარმოება. მაინც როგორ უნდა ვაქციოთ ეს რეალობად მოცემულ ვითარებაში? მრავალი ევროპელი ხომ იტყვის, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ევროპის ენერგოუსაფრთხოება აღარ არსებობსო. ერთი მხრივ ეგ სიმართლეა, ჩვენ მეტისმენად ვართ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე. ყოველ წელს 370 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი შემოგვაქვს იმპორტით. ეს რიცხვი წელს გაცილებით მაღალი იქნება, რადგან წელს უკვე 50 მილიარდ ევროზე მეტი გადავიხადეთ ამ კრიზისის გამო. ასე რომ წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს. მეორე მხრივ მე ვიტყოდი 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩვენი ბუნებრივი აირის მოხმარება მთლიანობაში 20%-ით შევამცირეთ. ამაზე დიდი შედეგები მოხდა. გაცილებით მეტი განახლებადი ენერგორესურსი ავითვისეთ და ყოველ წელს მილიარდებს ვზრუნავთ. ეს არ ნიშნავს, რომ ფასი ძალიან მაღალი არ არის. ფასი მაღალია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი იქნებოდა ეს ყველაფერი რომ არ გაგვექებინა. ბატონო ბირო, თქვენ სრულიად გასაგებად მითხარით, რომ ევროპელები იმდენად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე, რომ ეს ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ და ძვირი დაგვიჯდა. ისიც მითხარით, რომ ისევ ვლადიმერ პუტინთან დაბრუნება და მის კარზე დაკაკუნება, ისევ მძიმე შეცდომა იქნება. აქედან გამომდინარე ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებსაც სანქციების გამკაცრებას ხომ არ ურჩევდით. ახლა სწორედ ამის დროა.
ჩემი აზრით ევროპამ ისტორიული შეცდომა დაუშვა 1970-იან წლებში, როდესაც 1973-79 წლების ნავთობის კრიზისს სერიოზული გართულებები მოჰყვა ევროპის ეკონომიკაში და ევროპელებმა იფიქრეს, რომ არ იყო სწორი მეტისმეტად დიდი დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთზე, რაც სწორი დიაგნოზი გახდათ. მაგრამ გამოსავლის სახით მათ გადაწყვიტეს, რომ რუსეთისთვის მიემართათ და ახლა რუსეთზე გახდნენ ზედმეტად დამოკიდებული. ასე რომ დიაგნოზი სწორი იყო, მაგრამ არასწორი გამოსავალი მოძებნეს. და ევროპაში რუსეთზე მეტისმეტი დამოკიდებულების გამო ძალიან ვზარალდებით. ჩვენ ჭკუა ვისწავლეთ, როდესაც რუსეთის ბუნებრივი აირი შეგვიწყდა და ჩვენი ეკონომიკა, ბიზნესი და მოსახლეობა დაზარალდა ენერგიაზე მაღალი ფასების გამო. თუმცა როცა ერთხელ შეგეშლება, ეს შეცდომაა, აი ორჯერ თუ შეგეშალა, აღარ არის შეცდომა. სწორედ ეს ვუთხარი ევროპელ პოლიტიკოსებს. მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ არ განვიხილავთ რუსული ენერგიისთვის კარის გახსნას. პირიქით. ამას არაპირებთ, მაგრამ მაინც აქტიურად განიხილავენ ნავთობის ფასის ზედაზღვარს. არსებობს ალბათობა, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასის ზედაზღვარი $44 დაწესდეს. რა თქმა უნდა, ფასის ზედაზღვარი, როგორც წესი, საშუალო საბაზრო ფასზე 15%-ით დაბალია ხოლმე, მაგრამ ფასები გაიზარდა. თუ დადგა საკითხი ან თუ განიხილება გარემოება, რომლის დროსაც ფასის ზედაზღვარი შესაძლოა განახლდეს. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ რამდენადაც შესაძლებელია მკაცრი სანქციები უნდა გქონდეს მათ შორის ფასის ზედაზღვარიც, თუმცა მინდა განვუმარტო მაყურებელს, რომ მათ შესაძლოა არ იცოდეს ამ საკითხის ყველა ნიუანსი, რომ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი საკრძალვად ძალაში რჩება. ამის გამო მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის ასეთი რამ. არსებულ რთულ ვითარებაში ხომ არ უნდა გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებასო, მაგრამ არ უნდა გადავხედოთ, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, როგორც ბატონმა პირველმა ბრძანა. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ევროპამ ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს საკუთარი ენერგია? საქმე ისაა, რომ მთელ ევროპაში კომპანიები ისევ იმეორებენ, რომ ენერგეტიკული კუთხით კონკურენციის გაწევა საკმაოდ თვითკმარი ამერიკისა და ჩინეთისთვის ძალიან რთულია. It is not industry but the entire economy here. There is a economic competition. საქმე მხოლოდ ინდუსტრიას კი არ ეხება, არამედ მთელ ეკონომიკას. ეკონომიკებს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ამერიკას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის. და ჩემი აზრით, ევროპა ხვალ უეცრად ვერ აღმოაჩენს ნავთობისა და გაზის საბადოს. ასეთი საბადო რომ არსებობდეს ევროპაში, მას დიდი ხნის წინ აღმოვაჩენდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგიის წარმოება ადგილზე, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. ამიტომ ჩვენი ძირითადი არჩევანი არის ელექტრიფიკაცია. ჩვენი ენერგოსექტორების და ეკონომიკის რაც შეიძლება მეტი ელექტრიფიკაცია უნდა მოვახდინოთ. რაც ნიშნავს მეტ ელექტრომობილს, მეტ სითბურ ტუმბოსა და ინდუსტრიის მეტ ელექტრიფიკაციას. იმიტომ რომ შეგვიძლია ადგილზე განახლებადი ენერგიების, მზის, ქარის, ბირთვული და სხვა ტიპის ელექტროენერგიის წარმოება. შესაბამისად, რაც შეიძლება შევამცირებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს ევროპის ენერგეტიკული სტრატეგიის საყრდენი. This should be at the center of the European energy strategy. And I very much agree. მე ნამდვილად ვეთანხმები, პრინციპში ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირის ძვირად ღირებული მოლეკულები ამოვიღოთ ჩვენი სისტემიდან და ისინი მწვანე ელექტრონებით ჩავანაცვლოთ. ერთი სიტყვით, ელექტრიფიკაცია ამ საკითხის მთავარი პუნქტია და მიმაჩნია, რომ აქამდე განხილვის დროს მას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა სამწუხაროდ. ახლო მომავალში ევროკომისია დადებს სტრატეგიას, რომელიც ნამდვილად წაახალისებს ევროპის ელექტრიფიკაციას. სწორედ ეს უნდა მეკითხა. როგორ აპირებთ ამ მიდგომის განხორციელებას? Deploying a whole range of different measures. And it's about looking at different sectors. ეს მოიცავს მთელი რიგი სხვადასხვა ზომის მიღება სხვადასხვა სექტორში, ეს ეხება ტრანსპორტს, ბინებს, შენობებსა და ინდუსტრიას, ასევე გადასახადებს, გარდაქმნის ფასს, ელექტროდამცემი ხაზების ქსელს, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაფართოვოთ. ეს ნიშნავს ნებართვების უფრო სწრაფად გაცემას. That need to be expanded fast, that means faster permitting times. ბატონო პირველ ეთანხმებით და რას უპასუხებთ იმ კრიტიკულ მოსაზრებას, რომ ელექტრიფიკაცია კარგია, მაგრამ თუ სტატისტიკას გადახედავ, ინფრასტრუქტურა სწრაფად არ ვითარდება. ყოველ შემთხვევაში თუ დააკვირდები ოფიციალურ ტონსა და სიტყვებს ნამდვილად ვერ შენიშნავ იმ სისწრაფეს, რაც აუცილებელია. ნამდვილად ვეთანხმები ყველაფერში. ევროპა ბევრად ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან იაპონია, სამხრეთი კორეა თუ ჩინეთი, რომლებსაც არ აქვთ დიდი რაოდენობით ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები. მათ სტრატეგიის ცენტრში ელექტრიფიკაცია დააყენეს. ევროპაში ელექტროენერგიის ფასი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ, რათა მომხმარებელმა, ოჯახმაც და მრეწველობამაც უფრო იაფი ვარიანტის არჩევა შეძლოს. ისინი არ აირჩევენ ელექტროენერგიას იმის გამო, რომ ის სუფთაა, არამედ აირჩევენ იმას, რაც იაფია. ამიტომ უნდა გადავხედოთ, როგორ უნდა დავარეგულიროთ ელექტროენერგიის ფასები, როგორ უნდა დავბეგროთ ელექტროენერგიის ფასი.
how we tax the electricity price. ანუ საფასო სტიმულებია საჭირო. საფასო სტიმულებია საჭირო და მარეგულირებელი ზომებიც მისაღებია. ერთ რიცხვს დაგისახელებთ, რომელიც ძალიან მტკენს გულს. გასულ წელს ევროპის ელექტროსისტემას 85 გიგავატი განახლებადი ელექტროენერგია დაემატა. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ განახლებადი ენერგიების პროექტებით გათვალისწინებული 600 გიგავატი, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია, ვერ გამოიყენეს, რადგან არ იყო ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი, რომელიც ამ ელექტროენერგიას მოსახლეობასთან და ინდუსტრიასთან მიიტანდა. ეს ყველაფერი უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილი ეკონომიკური დანაშაულია. ამიტომ ხარს უჭერ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ გადამცემი ქსელები პრიორიტეტად აქციოზდა ევროპის ენერგოსისტემებისთვის კარგი ქსელების შექმნას. ამაზე რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ. მაინც როგორ უნდა დაირღვეს ეს მოჯადოებული წრე. ჩემი აზრით ეს ევროპის ლიდერებისა და ფინანსთა მინისტრების გადასაწყვეტია, რათა სტიმულები განსაზღვრონ. თუ ყველაფერს ბაზრების ანაბარად დავტოვებთ, ეს არ მოხდება. უნდა ჩავერიოთ, მივცეთ სტიმული, საფასო სტიმულები და სუბსიდიები სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, რათა მომხმარებელი წავახალისოთ. Can I also just add to that? I'm certainly not the one to neglect the challenge and the problem. On the contrary, I'm here to say, listen, this is a wake-up call. But things are actually moving in the right direction. შეიძლება რაღაც დავამატო? მე ნამდვილად აგვაპირა პრობლემის დაკნინება სპირიტით, იმიტომ რომ აქ განვაცხადო, ეს განგაში ზარია, მაგრამ ყველაფერი სწორი გზით მიდის. ბოლო თვეებში ელექტრომობილების რეკორდულად დიდი რაოდენობა გაიყიდა. ახლა ჩვეულებრივ შიდა წვიმის ძრავიან ავტომობილზე მეტი ელექტრომობილი იყიდება. მოსახლეობის რეკორდულად დიდი ნაწილი იყენებს სითბურ ტუმბოს გასათბობად. ეს ყველაფერი სწრაფად ხდება, მაგრამ მისი სწრაფი არ არის საკმარისი. რაც შეეხება ელექტროგადამცემი ხაზების ქსელებს, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ. დიახ, და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა გვჭირდება, მაგრამ არსებული ის უფრო მოქნილად და გონივრად გამოყენებას უნდა შევძლოთ. როცა ამ ყველაფერს დავუმატებთ ენერგიის შენახვას, ხელოვნურ ინტელექტსა და გაციფრულებას, მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებას კი არ შევძლებთ, არამედ ფასებსაც შევამცირებთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიას მაშინ გამოვიყენებთ, როცა ის ყველაზე იაფი იქნება. We can also bring down the prices that way because it means that we will use the energy when it's cheapest. თქვენ ახსენეთ, რომ ევროკომისია გარკვეული ინიციატივებით აპირებს გამოსვლას. ცხადია, ამისთვის პოლიტიკური ხერხებითაც იბრძვით. ხომ არ გიჩნდებათ განცდა, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო უბრალოდ ამბობს, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩემი საქმე ბირთვული ენერგეტიკაა და ეს ყველაფერი უბრალოდ არ არის ჩემი პრიორიტეტიო. Shared analysis and as a shared სიმართლე გითხრათ, არა. მიმაჩნია, რომ ერთად ხდება ვითარების გაანალიზება და არსებობს ერთიანი სურვილი, რომ წინ უფრო სწრაფად წავიდეთ ვიდრე ახლა. რა თქმა უნდა, გარკვეულ ქვეყნებს შორის არის ასთა სხვადასხვაობა. ზოგი ყურადღებას ბირთვულ ენერგიაზე ამახვილებს, ზოგი მეტ ყურადღებას განახლებათ რესურსებს აქცევს, ზოგიც ორივეს. მაგრამ ელექტრიფიკაცია, რომელზეც დღეს მსჯელობთ, აუცილებელია როგორც ბირთვული, ისე განახლებადი ენერგიის წყაროებისთვის. სწორედ ამიტომ ვამბობთ მე და ბატონი ბირული, მოდით, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ ელექტრიფიკაციის კუთხით. გამოდის ვერ ხედავთ ასეთ წევს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ისეთი ბირთვული ქვეყნები, როგორც მაგალითად საფრანგეთი, სადაც ბირთვული ენერგია ენერგოსტრატეგიის ხერხემალია, მაინც და მაინც დიდ ინტერესს არიჩენს. არ გაქვთ ისეთი განცდა, რომ თქვენი საქმის წინსვლას ცოტა არ იყოს პოლიტიკა აფერხებს. სულაც არა, რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ ძალიან დიდი დისკუსია მიმდინარეობდა განახლებადი და ბირთვული ენერგორესურსების ირგვლივ. რა თქმა უნდა, ასე, მაგრამ რაც შეეხება ელექტრიფიკაციას, მნიშვნელობა არ აქვს ეს ელექტრონები ბირთვული წყაროდან იქნება მიღებული თუ განახლებადი რესურსებიდან. მათ ყველა ვარიანტში სჭირდებათ გადამცემი ხაზები და ქსელები. და ამ თვალსაზრისით ერთიანი მიდგომა არსებობს. რაშიც უფრო მეტი სწრაფის ვისურვებდი, ის არის, რომ როგორც თავად ბრძანეთ, უკვე თვეებია ამაზე მსჯელობთ. ჩვენ დავდეთ ქსელების გეგმა, რომელიც გარდამავალ პერიოდს დაძრავს. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამჟამად. მე მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს და ევროპარლამენტს, მოდი გავაკეთოთ ეს საქმე. მოდი დავასრულოთ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება სწრაფად. ევროპაში ძალიან გვიყვარს ბევრი განხილვა. ზოგჯერ მართლაც მეტისმეტად ბევრს ვჯელობთ, ზოგჯერ საკმარისზე ნაკლებს. ამ დისკუსიების ნაწილი სასარგებლოა, ზოგიც ნაკლებად აუცილებელი. ჩემი აზრით, მე ამ საკითხზე ვმუშაობ და კარგახანია ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სასურველი დისკუსია მიმდინარეობს ევროპაში იმაზე, განახლებადი ენერგია გვირჩევნია თუ ბირთვული, ორივე გვინდა, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან ევროპას ძალიან ბევრი ელექტროენერგია სჭირდება. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ გულწრფელად ვისაუბრებთ წევრი ქვეყნების პრიორიტეტების შესახებ, ძალიან ხშირად რეალური დისკუსია არ ძღამულა. მაგალითად, ფინანსთა მინისტრები და პარლამენტები იტყვიან, ინვესტიციისთვის გარკვეული თანხა გვჭირდება. ხედავთ, რომ ეს აუცილებელია, თანაც სასწრაფოა, მაგრამ საიდან მოვიტანოთ ფული? მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტისთვის შევთავაზეთ, რომ გაიწეროს ევროპის ენერგოინფრასტრუქტურის დამაკავშირებელი მექანიზმის პროგრამაში, როდის უნდა გადავიხედოთ ინტერკონექტორების ფასი, რომელიც უკეთ დააკავშირებს ევროპის ენერგოსისტემას, შეამცირებს ფასებს და გარდაქმნის შესაძლებლობასაც მოგცემს. ჩვენ 5-ჯერ მეტ ფულს ვდებთ ახლანდელთან შედარებით.
and make this transition possible, we are allocating 5 times more money than we have in this present. ეს საკმარისია? 5 times more than ეს ხუთჯერ მეტია ვიდრე ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. ახლაც კარგი მდგომარეობაა. ჩემი აზრით ეს ძალიან ამბიციური პროექტია და დიდი იმედი მაქვს რომ შესრულდება. რაც შეიძლება ეყობა თუ არა ყველაფერს ეს თანხა, რა თქმა უნდა არ ეყოფა, მაგრამ არავინ დაობს ამაზე, ყოველ შემთხვევაში მე არა. პირიქით, წინააღმდეგიც კი ვარ, რომ ყველაფერში სახელმწიფოს თანხები დაიხარჯოს. რა თქმა უნდა, ასე არ უნდა მოხდეს. ჩვენ კერძო ინვესტიციები გვჭირდება, ასე რომ აქ კერძო ინვესტიციების თანხმდები რისკების მოხსნის საკითხიც დგას. ისეთი პროექტის დასაფინანსებლად, როგორც გადამცემი ხაზების ქსელები ან გრძელვადენი ინვესტიციებია საჭირო. ამიტომ მოდი უფრო მეტი ინსტიტუციური ინვესტორი მოვიზიდოთ. და ბოლო კითხვა ამ საკითხზე. ევროკავშირი საკუთარ თავს წარმოაჩენდა ხოლმე როგორც მწვანე მიმართულების ჩემპიონს. ბატონო ევროკომისარო, თქვენ ალბათ იტყვით, რომ ახალ ასია. მწვანე დღეს ეკოლოგიურად სუფთას ნიშნავს. როდესაც ევროკავშირს უყურებთ ბატონო ბირულ, როგორ გონიათ, რამდენად სჭირდება დამატებითი მოქნილობა? რომ გონიათ, რომ ზოგიერთი რეგულაცია მეტისმეტად მკაცრია? თუ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკური ფაქტორის გამორიცხვის შემთხვევაში ბალანსი არც ისე ძალიან არის დარღვეული? ენერგია კარგი რამ არის. ელექტროენერგია ყველაფერში გჭირდება. ის გჭირდება სამსახურში წასასვლელად, ჩვენი ეკონომიკისთვის, განათებისთვის და ზოგადად ყველაფრისთვის. მაგრამ როგორ ვაწარმოებთ ამ ელექტროენერგიას და როგორია ამის შედეგები? აი ეს არის მთავარი კითხვა. ამიტომ ევროპაში ძალიან ბევრი ენერგია გვინდა, განსაკუთრებით ელექტროენერგია, რომელიც ხელმისაწვდომი, სტაბილური და სუფთა იქნება. ელექტროენერგია კი ყველა ამ კომპონენტს მოიცავს. ეს განსაკუთრებით ეხება განახლებად ენერგორესურსებს, ბირთვულ ენერგიასა და სხვებსაც. და ევროპას ამის გაკეთება შეუძლია. უამრავი კარგი გაგვიკეთებია წარსულში, როდესაც და თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ ამ მწვანე რეგულაციებში, კლიმატთან დაკავშირებულ რეგულაციებს გულისხმობ. ჩემი აზრით, ევროპის ლიდერები ევროკომისიის მსგავსად ყველაფერს ერთმანეთთან დააკავშირებენ. რა თქმა უნდა, გარკვეული კომპრომისებიც საჭიროა. პრაგმატული თვალსაზრისით ელექტროენერგიის გზა უნდა გავსაზღვროთ, რადგან ელექტროენერგია ევროპის მომავალია. კარგი ამბავი ის არის, რომ კომპრომისები მართლაც დასაშვებია, როგორც ბატონმა ბირელმა აღნიშნა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამის საწინააღმდეგო ვითარებას მივიღებთ. ფაქტობრივად მეტი დამოუკიდებლობისთვის, ფასების შემცირებისთვის ისეთივე ზომები უნდა გავატაროთ, რომლებიც კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელი. მიხარია ეს რომ მიკითხეთ, რადგან პირადად მეც მგონია, რომ ძალიან ცოტას ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე. მხოლოდ მაშინ არ უნდა განვიხილოთ ამ საკითხს, როდესაც სითბური ტალღა ან ტყის ხანძარი გვიტევს. კლიმატის ცვლილება რეალურია, ის უკვე ხდება. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კლიმატის რეგულაციებთან დაკავშირებით კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები. არაერთი წევრი სახელმწიფო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე და მეტი მოქნილობაა საჭირო. თუ გადავხედავთ მთლიანად მოქმედ რეგულაციებს, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ გარკვეული შესწორებებია საჭირო. Because other countries outside of the EU asks for it. არა, და ნამდვილად არა, იმიტომ რომ ამას ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები ითხოვენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც. თუმცა აუცილებლად ვიქნებით, რაც შეიძლება პრაგმატული აღსრულების საკითხში. იქნება გარკვეული შესწორებების და რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებს სხვაგვარად მივუდგებით, მაგრამ ისე რომ არ გადავუხვიოთ ძირითადი გზიდან და მიზნები არ შეიცვალოს. თუ ჩვენს მოქალაქეებს და კომპანიებს ამას დაუპირდებით, სიამაყის მიზეზიც გვექნება. Then I think we can be proud. I would also say that მეც დავეთანხმები ევროკომისარს. პრაგმატიზმი ყველაზე სწორი სიტყვა ამ შემთხვევაში. მოქნილობაც სწორი სიტყვაა. ევროპის ენერგოუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპული რეგულაციები ასეთივე მნიშვნელოვანია. ჩვენ საკმაო მოქნილობა და პრაგმატიზმი გამოვიჩინეთ, როდესაც ბუნებრივი აირის დიდი კრიზისი გქონდა ევროპაში და ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ რუსეთიდან იმპორტზე უარი თქვას 2027 წლიდან, შემდეგი წლიდან, ასე რომ დიდი სიფრთხილე და პრაგმატულობა გვმართებს. Russia, so we have to be very careful here and pragmatic. Energy efficiency. ენერგოეფექტურობის საკითხი უფრო მაწუხებს, რადგან თუ გადავხედავთ წევრ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, სწორ გზაზე არ ვდგავართ. მაინც რას ნიშნავს ეს? იქნებ სტანდარტები უნდა დავწიოთ? არა, ამის ნაცვლად ვსვამთ კითხვას. მაინც როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ მიზანს მივახციოთ? ფაქტობრივად ელექტრიფიკაციის სტრატეგიაც ენერგოეფექტიანობის ამაღლებას უკავშირდება, რადგან ყოველთვის, როცა ელექტრიფიკაციის არეალს ავსელებ, ელექტროენერგიასაც უფრო ეფექტიანად იყენებ. თუ ნებას დამთავრდით, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. რა გაკვეთილი მიიღეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან? ბატონო კომისარო, ბრძანეთ. ჩვენ არ შეიძლება ვიყო დამოკიდებული წიაღისეულ საწოლზე. ნაცვლად იმისა, რომ მუდამ სხვაგან ვყიდულობდით ენერგორესურსებს, ჩვენი საჭიროებებისთვის და დამოკიდებული ვიყოთ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში ხდება. ჩვენ ამის მაგივად უნდა ვაწარმოოთ ენერგია. დიახ, ამას ინვესტიციები და პოლიტიკური ამბიცია სჭირდება, მაგრამ ეს შესაძლებელია. და თუ მართლა გავაკეთებთ რაც საჭიროა, მომავალში უფრო იაფი ენერგომომარაგება გვექნება. კლიმატის ცვლილებასაც მიუხედავად და უფრო დამოუკიდებლების ვიქნებით. ბატონო ბირულ, რა სიტყვით ბოლო ბობუქარ 6 თვეზე, რა დასკვნა გამოიტანეთ, რა გაკვეთილი მიიღეთ? The world is getting dangerous by day.
რომ მსოფლიო დღითი დღე უფრო სახიფათო ხდება და შესაბამისად ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაც იზრდება. ენერგოდამოუკიდებლობა ეროვნულ დამოუკიდებლობას უდრის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროპაში რამდენადაც შესაძლებელია საკუთარი ენერგია უნდა გქონდეს და ძალიან დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ ელექტროენერგია. რაც შეეხება იმპორტირებულ ენერგიას, ისეთ ქვეყნებთან უნდა ვითანამშრომლოთ, რომელთაც ვენდობით და მათგან წამოვიღოთ ენერგია. როგორც ყოველთვის დიდი მადლობა ორივეს მობრძანებისთვის. Thank you.